Ამსო ყველაფერი იყოს უფასო. რამდენიმე წუთში შალვა ნათელაშვილთან მე სწორედ დავით ღეშელშვილის ამ შეკითხვით დავიწყებ საუბარს. ეს იყო დებატები მიხეილ სააკაშვილისა და შალვა ნათელაშვილის პოლიტიკურ გუნდებს შორის. მე გადავუხდი ძალიან დიდ მადლობას გიგი წერეთელს, გიორგი გუგავას, დავით ღეშელშვილს და სოსო შატყერაშვილს იმისათვის რომ მიიღეს მონაწილეობა ჩვენს დებატებში. რამდენიმე წუთში მასში ჩვენ დავბრუნდებით შალვა ნათელაშვილის წინა საარჩევნო საეთერო შოუთი გნებავთ ასე დავარქვათ. მანამდე კი ვიდრე მე ჩემს სტუმრებს სტუდიიდან გავაცილებ, გთავაზობ ძალიან საინტერესო კოლაჟს შალვა ნათელაშვილის ძალიან ცნობილი გამოსვლებიდან. უნდა მოვითხოვოთ პრეზიდენტის პოსტის სამუდამო გაუქმება. აღარ გვინდა ჩვენ ავამწყობი პრეზიდენტები. ყავდა ერთი ღირსეული პრეზიდენტი, მოკვდა, დავმარხეთ, მოკლეს, დავმარხეთ, აღარ გვინდა მეტი პრეზიდენტი. ვინ შემოხაზა ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი? მათ ერთი გვარი აქვს, მეგობრებო. ბერბიჭაშვილი. მას შემდეგ რაც კიდევ ერთხელ გავეცანი ჩემი თაღლითი წინაპრის ყვარყვარის შესახებ მხატვრულ ფილმს მივიღე გადაწყვეტილება გადავდგეს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან. ხალხს კი ბოდის ვუხდი ურცხვით ყუილებისათვის. მიხეილ სააკაშვილი. ბენზინის გაორმაგება და ცხოვრების აუტანელ რეჟიმში გადაყვანა, რასაც აბრალებენ ტაიფუნ კატრინას, ფაქტურად გახლავთ ურაგან მიშას ბრალი. ძვირფასო მეგობრებო, მალე ეს მშვენიერი ქალაქი ეს ქვეყანა ჩვენი შვილების აღარ იქნება. მიკიტანი სააკაშვილი ყველაფერს რა სტრატეგიულია ყიდის. სასწრაფოდ შეიმუშავა სპეცოპერაცია ვაშინგტონელ ექსპერტებთან ერთად კოდური სახელწოდებით მეორედ მოსვლა, რაც ნიშნავს, რომ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში მოასწროს ხელმეორედ სახელმწიფოს მეთაურად მოსვლა. მივმართავ ყოფილ პრეზიდენტს. დატოვოს ყველა მიწიერი, ზღვიური და ზეციური პრივილეგია და საერთო ჯამში უარი განაცხადოს პრეზიდენტად კენჭისყრაზე. თქვენი სულით, თქვენი გულით, თქვენი სილამაზით და თქვენი ვაჟკაცობით უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში გამარჯვების დღე და მტრედები დაგწველებენ დილიდან თავზე. შალვა ნათელაშვილი დაიბადა 1958 წლის 17 თებერვალს დუშეთის რაიონში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1991-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გამომძიებლად, უფროს პროკურორად, პარტიული კომიტეტის მდივნად და საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსად. 1985 წელს სწავლა განაგრძო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტურაში. 1992 წელს საქართველოს პარლამენტში დუშეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. იყო იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. 1995 წლიდან დღემდე არის საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მაშასე დღეიდან პრაიმ ტაიმი პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს უთმობს საკუთარი გადაცემის ძალიან დიდ ნაწილს იმისათვის, რომ გავიცნოთ როგორები არიან ისინი სინამდვილეში იმ პოლიტიკური განცხადებების და ბრიფინგების მიღმა, როგორები არიან ისინი, როდესაც სტუდიაში მათი ოჯახის წევრები იმყოფებიან და მე მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის შემდეგ სტუმარს, ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი პრაიმ ტაიმში, საღამო მშვიდობის. 49 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც გამოიყურება საკმაოდ ახალგაზრდად. როგორ ჯანდებით, გამარჯობა. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ღებულობთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში, როგორ ჯანდებით. კარგად, განსაკუთრებით დებატების შემდეგ, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ და მიხეილ სააკაშვილმა წააგო 100-0 ბატონ შატბერაშვილთან და ბატონ გუგავასთან. ამასთან ერთად, არა, მე არ ფიქრობ, ხალხი ასე ფიქრობს. ამასთან ერთად მე ვიწევ კიდევ ერთხელ თქვენი დახმარებით და თქვენი შუამდგომლობით ბატონ მიხეილ სააკაშვილს ჩემთან დებატებში, სადაც დაუსაბუთებ, რომ ეს პიროვნება არის საქართველოსათვის შავი ჭირი და სახადი, რომ მისი წასვლა იქნება ქვეყნის განთავისუფლება, ჩვენი ამოსუნთქვა, სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევა და დამარცხება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სოციალური პრობლემების მოგვარება, ადამიანის უფლებების დაცვა და ყველა იმ საკითხის გადაწყვეტა, რაზეც ჩუმის ნატრითა ყოველ დღე და ყოველ ღამე ნატრულობს ქართველი.
დიდი მადლობა. ბატონო შალვა, მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო, როგორი მხარდამჭერი შალვა ნათელაშვილი სახალხო პრეზიდენტი დავამარცხოთ გაჭირვება, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, თუ შეიძლება რო აჩვენოთ ეს ლოზუნგები, რომლითაც გამოდის ლეიბორისტების ლიდერი. მე აქვე მივესალმები თქვენი პარტიის წარმომადგენლებს, თქვენს მხარდამჭერებს, ჩემს მეგობარს ქეთის, თქვენს პრესის სამსახურის ხელმძღვანელს და თქვენი ოჯახის წევრებს. ქალბატონო ბელა, ნერვიულობთ ეხლა, როდესაც უცბად აღმოჩნდა, რომ ბატონი შალვა არის პრეზიდენტობის კანდიდატი და იგი აცხადებს, რომ მას აქვს ამბიცია გახდეს ჩვენი ქვეყნის პირველი. მართალი გითხრათ, ნერვიულობ, იმიტომ რომ საკმაოდ საპასუხისმგებლო მარათონია და მგონია, რომ ქართველი ხალხი იტყვის თავის საბოლოო სიტყვას 5 იანვარს და ეს რატომ უნდა მივცეთ ხმა შალვა ნათელს? აი მე როცა მივალ საარჩევნო ურნასთან და დავფიქრდები, თქვათ არ მაქვს გადაწყვეტილი ვის უნდა მივცე ხმა. რა სიტყვით თქვენ? რატომ მაინც და მაინც თქვენი მეუღლე და არა ვთქვათ ირინა სარიშვილი? ეხლა ან მიხეილ სააკაშვილი. არა, თუ ხერხული არ არის მეუღლეს მხრიდან, რომ ქება დიდება მიუძღვნა შალვა ნათელაშვილს, მაშინ როგორც ამომრჩეველი ისე ვიტყვი, რომ ეს არის გულანთებული ქართველი, რომელსაც უზომოდ უყვარს თავისი სამშობლო, უყვარს თავისი ხალხი და ის სწორედ იმ ხალხის ნაწილია და დღემდე მისი პოლიტიკური პარტია, რომელიც ლამის მოძრაობის სახით იქცა, მასში ჩართულია ასობით ათასობით ქართველი. და ეს ერთი პარტია, ერთადერთი მხოლობით რიცხვში საკმაოდ ხმამაღლა ამბობს თავის სიტყვას. როგორი პოლიტიზირებული მეუღლე ყოლიათ თუ ასეთი კარგი აზრის იყო, ჩემზე პირველად გავიგე. ძალიან კარგი. ქალბატონო ბელა, რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით, მანამდე მინდა რომ მოусმინოთ პრეზიდენტობის კანდიდატის წინა საარჩევნო გამოსვლას. ყველაზე სენსაციური შეიძლება ითქვას, მე შეფასებას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ წინა საარჩევნო პერიოდია და არ მინდა რომ რეკლამაში ან ანტირეკლამაში ჩამეთვალოს. ყველაზე სენსაციური აღმოჩნდა თქვენი დაპირება შუქის და გაზის გადასახადების განახევრებაზე და იმის თაობაზე მე წავეკითხავ თქვენს ფრაზას, რომ ამ განახევრებულ გადასახადებს გადაიხდიან ოლიგარქები, ის მსხვილი ბიზნესმენები, რომელსაც დღეს მიაქვთ წილი სააკაშვილთან და მის ხელისუფლებასთან. იქნებ უფრო დეტალურად ამიხსნათ, რას ნიშნავს. თუ არ გეწყინებათ პირველი რაც გავიფიქრე, რომ რა კომუნიზმია, რა უნდა შალვა ნათელაშვილის, რას პირდება ხალხს, რეალურია ეს ყველაფერი, მოუხსნა გაუნახევრო გადასახადები და პლუს ის განახევრებული დააფარინოს ხვებს. რას ნიშნავს, იქნებ განგვიმართოთ. ამას ქვია მსოფლიო ეკონომიკაში სოციალური სოლიდარობის პრინციპი, რაც გამოიხატება ძალიან ელემენტარული ფორმულით. გაჭირვების და კატასტროფების დროს მდიდარი და მილიარდელი თანამოქალაქე აფინანსებს, ეხმარება, თანადგომას უწევს მშიერ გაჭირვებულ მეზობელს, მეგობარს, თანამოქალაქეს და ამით შენდება სამოქალაქო საზოგადოება, რის თაობაზე ძალიან ხშირად უყვარს საუბარი სააკაშვილის და მის გუნდს და ამით შენდება საბაზრო ეკონომიკა და ამით ვინარჩუნებთ ჩვენ ადამიანებს სოცხლად. ეს არის ნებაყოფილობით, რა თქმა უნდა. ასეთი რამ შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ ეს არის პოლიტიკური ზღაპარი. ეს არის სოციალური სოლიდარობის პრინციპი, რომელიც გაიარა ევროპის მრავალმა ქვეყანამ, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, აბა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ინგა, ორჯერ დაინგრა გერმანია ამ უზარმაზარი კატაკლიზმების ქარცეცხლში და ორჯერვე 5 წელიწადში გერმანია იდგა ფეხზე. რატომ? იქაურმა მილიარდელებმა და მილიონერებმა, კრუპებმა, სიმენსებმა და სხვებმა დაიწყეს სოციალური პროგრამების დაფინანსება, რაც შეეხებოდა ადამიანების არსებობას, პირველ რიგში პირველადი აუცილებელი პროდუქტების მიმართულებით, რასაც ქვია შაქარი, ზეთი, მარილი და მეორე რიგში ენერგეტიკული მიმართულებით. ნუ მაშინ გაზი ისე გავრცელებული არ იყო, მხედველობაში იყო საწვავის შეშა. შემდგომში გაზ და ელექტროენერგიასაც აფინანსებდნენ ასევე გაჭირვებული ქვეყნის მილიარდელები. დღეს ჩვენი მილიარდელები ფიქრობენ ერთადერთზე, სად დააბანდონ, სად გაათეთრონ უკანონოდ ნაშოვნი მილიარდები. ეს მართლაც მილიარდებია და ამიტომ ჩვენ მათ შევთავაზეთ სოციალური სოლიდარობის წინადადება, რაც ნიშნავს იმას, რომ ელექტროენერგიის და გაზის გადასახადებს ჩვენ გავანახევრებთ და მოგახსენათ ბატონმა გუგავამ, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება ჯდება საშუალო გაანგარიშებით 5 თეთრი და მეტი არა, გაზი შემოდის 15 თეთრად და იყიდება 53 თეთრად, ელექტროენერგია 5 თეთრიანი იყიდება 18 თეთრად. ჩვენ ამას გავანახევრებთ და განახევრებულ გადასახადებს დაფარავენ ბენდუქიძეები, ბეჟუაშვილები, ჭყონიები, ჩხარტიშვილები, ეს ვინც არის კიდევ ეს ახლად გამოჩეკილი პაპაშვილები, ეს მაგთები და ჯეოსელები, ავერსები და პსპ-ები, რომელთა საერთო კაპიტალი ჩვენგან ამცხრილი და ართმეული და მათ შორის დაფარავენ აი ეს სამშენებლო მილიონერი კომპანიები, რომელიც ეკუთვნის ნოღაიდელებს, ბოკერიებს, რურუებს და სხვებს. ეს არის ჩვენს ბიუჯეტზე 20 ჯერ და 30 ჯერ მეტი თანხა
და აღნიშნული თანხა ტრიალებს არა სოციალურ სფეროებში და ეკონომიკაში ახალი სამუშაო ადგილებისა და ინვესტიციებისათვის, არამედ ტრიალებს სამწუხაროდ და საუბედუროდ ოფშორულ ზონებში, სადაც მათ მიაჩნიათ, რომ მალე მოუწევთ გაქცევა და ფულიც უნდა ედოთ მუთაკასავით თავქვეშ. ასევე ჩვენ შევთავაზებთ სააკაშვილის ბიძას, რომელმაც ხელში ჩაიგდო ავიაცია, თბილისის აეროპორტი, ბათუმის აეროპორტი, ასევე გაიყიდა საზღვაო სანაოცნო, ასევე ფაქტიურად გაყიდულია უკვე სააკაშვილის ოჯახზე რკინიგზა და ამის დამამტკიცებელი საბუთები წარმოდგინა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, რომელიც მოხვდა ამის გამო რეპრესიებში, თქვენს გადაცემაში. აი ამ ყველა ობიექტს ჩვენ მოვატრიალებთ ან სახელმწიფო საკუთრებაში და დაუბრუნებთ ხალხს. ხალხს დაუბრუნებთ. კარგით, ერთი კითხვა უნდა დარჩება მსხვილ ბიზნესად, მსხვილი ბიზნესი ამ თანხებს დაფარავს 3 წლის განმავლობაში და ეს არის ჩვენი საპასუხისმგებლო, საკანონმდებლო წინადადება და მე ვფიცავარ, რომ ხელისუფლებაში მოსulis შემთხვევაში მეც და ჩემი გუნდიც ამის გამკეთებლები ვართ და თქვენ ნახავთ როგორი სოციალური სოლიდარობა დამყარდება ქვეყანაში. დიდი მადლობა. მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დავსვა. მას შემდეგ რაც თქვენი მხარდამჭერების ემოციები ჩაცხრება. გასაგებია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ თქვათ ამ ბიზნესმენებს დავაფარინებთ, მსხვილ ოლიგარქებს და ასე შემდეგ. თქვენ ამბობთ, რომ ნებაყოფლობით. თქვენ მოიტანეთ მაგალითად გერმანია. ჩვენ არ ვართ გერმანია, ჩვენ ვართ საქართველო. ჩვენ გავხდარვართ იმის მოწმე, იგივე ვარდების რევოლუციის შემდეგ, როგორ ჩაქონდათ მილიონერ ჩინოვნიკებს ყოფილს ან ასე შემდეგ დაჭერილ ადამიანებს მილიონები იხდიდნენ, მაგრამ ეს არ იყო ნებაყოფლობითი. როგორ დავიჯეროთ, რომ შესაძლებელია საქართველოში მოხდეს ნებაყოფლობა? იცით რა მინდა კითხოთ? დიდრებს უნდა ეშინოდეთ შალვა ნათელაშვილის გამარჯვების? მოგახსენებთ. პირველ რიგში თქვენი შესანიშნავი ფრაზა, რომ ჩვენ არ ვართ გერმანია. ნამდვილად არ ვართ გერმანია. ეს არის უდიდესი ერი, ეს არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო, მაგრამ ისტორია მეტყველებს, რომ როდესაც გერმანელი ერი ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული, ჩვენ გქონდა ამბანი, ჩვენ გქონდა ფილოსოფიური ტრაქტატები, გქონდა სახელმწიფო, გქონდა პოეზია, გქონდა რელიგია, ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა. ანუ ჩვენ უფრო მეტი ისტორია, მეტი ტალანტი, მეტი გასახანი და მეტი სტარტი გვაქვს, რომ გქონდეს ჩვენს მილიარდელებს ადამიანური გული. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არ იქნება არანაირი რეპრესიული მეთოდები, ეს არ იქნება დაიჭერთ, აიძულებთ ამ ხალხს, რომ ფული ჩამოიტანონ და ამჯერად თქვენთან აი ეს თანხა, ინგა, რომელიც დღეს მათ მიაქვთ კანცელარიაში ქრთამად, რომელიც მათ მიაქვთ აი ამ მილიარდელებს. ვისთან მიაქვთ ეს? მიაქვთ ეს სააკაშვილის ოჯახში მიაქვთ. სააკაშვილი იდებს ჯიბეში ამ არა, სააკაშვილი ჯიბეში რატო ჩაიდებს თავისი ცოლეურობის სახელზე გააფორმებს შვეიცარიის საბანკო ანგარიშს. ისევე როგორც პინოჩეტი აკეთებდა და ინდონეზიის დიქტატორი სუხარტო, რომლებსაც უპოვეს მე ეს ანგარიშები. აი ასე, მიაქვთ დეპუტატებთან პარლამენტში, ბოკერიებთან, ბურჯანაძეებთან, მიაქვთ ნოღაიდელებთან, ეხლა გურგენიძეებთან მიიტანეთ. აი იგივე ბოკერიამ, ნოღაიდელმა, ნადირაძემ, როგორ აპირებთ ამის დამტკიცებას? მიაქვთ, მაგრამ არაფერს არ ამბობენ და დუმილით ახლობის ნიშანია. ამდენად მათ აღარ მოუწევთ ჩვენთან თანხის მოტანა ქთამის სახით, ჩვენ არავინ ქთამის ამღები არა ვართ, მათსავით ამ თანხას დაფარავენ და გადარიცხავენ სწორედ გაჭირვებულთა ფონდში ამ მიზნებისათვის და სანაცვლოდ ჩვენ ინგა დაუწევთ გადასახადებს, რასაც ისინი ითხოვენ და ვერ მიიღეს დღემდე სააკაშვილის ხელში, ჩვენ გავანახევრებთ დამატებული ღირებულების გადასახადს, ბრუნვის გადასახადს და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ეს უდიდეს კმაყოფილებას გამოიწვევს ბიზნესმენებში და არანაირი რეკეტი, რასაც ახორციელებდა სააკაშვილი 4 წლის განმავლობაში ის ფონდები რო შექმნეს მარწესრიგის დაცვის, თავდაცვის, თავდასხმის და მოიყარა თავი იქ მილიარდება და მე არავინ არ იცის საწავით ეს მილიარდები, მარტო აკაკი ჩხაიძეს რკინიგზის დეპარტამენტის დირექტორს მიატაინეს 80 მილიონი დოლარი. ეს იყო მე ვთვლი ქვეყნის უბედურება, როდესაც ჩინოვნიკი არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ხელისუფლების ჩინოვნიკი. იგივე თქვა ჩხაიძე, რომელიც თქვენ ახსენეთ და არა მარტო ის. მიდის და იხდის მილიონებს. ეს არის ქვეყნის უბედურება და თავდაპირველად მე არ მჯეროდა, როდესაც იყო ეს დაჭერები, რომ ამ ადამიანებს რა თანხებზეც ელაპარაკებოდნენ, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო რეალური. დაუჯერებელია მართლაც ჩვეულებრივი მოგდავისათვის ინგა, მაგრამ რომ საგჯეროდეს უნდა დაიჯეროო, ნათქვამია. გავხდით ამის მოწმე, მაგრამ მე მინდა ერთი რამ გითხრათ, არსენას მოდელი. სააკაშვილის ხელში ყველა ცუდი ამბავი შეიძლება დაიჯერო. რამას საყვარელიძემ აი ესეთი რაღაც შეფასებასავით გააკეთა, არაბოროტა ცხადია. არ მიიღოთ ისე რომ რაღაც ინტრიგას ვახსოვდე, არა. უბრალოდ თქვა რომ ეს არის არსენას მოდელი, ერთგვარად დიდარ სარტყელს ღარიბს აძლევს. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ასეთი რომ ხალხი რომელიც ისმენს ამ დაპირებებს, ისმენს და ისმენს, გადის წლები, არის არჩევნები და ყოველთვის ისმენს ხო დაპირებებს. რაღაც შეიძლება სრულდება, რაღაც არ სრულდება და ასე შემდეგ. როგორ უნდა დაგიჯეროთ თქვენ აი ამ ადამიანებს
ადამიანებმა, ვინც ახლა უყურებენ ტელევიზორს, რომ შალვა ნათელაშვილი მართლა მოვა, მართლა მათზე იზრუნებს, მართლა აყვავებს ყველაფერს, მართლა დაძლევს უმუშევრობას და ასე შემდეგ. მითხარით კონკრეტული გეგმა, როგორ წარმოგიდგენიათ სიღარიბის დაძლევა, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. თუ შეგიძლიათ, აი რაღაც ფორმულირება რომ მომწ. ეს ძალიან ისეთი კითხვა, რომელიც მოითხოვს ხანგრძლივ პასუხს, იმედი ახლა არც გადაცემის დრო ეყოფა ამას. და თქვენ შეგიძლიათ 2 წუთში ჩამოაყალიბოთ. ადამიანებმა თუ არის შესაძლებელი, რაღაც ერთგვარად ქრონომეტრაჟი რომ განსაზღვროთ ჩვენი საუბრის და ყოველ 2 წუთში თქვენ შეგეძლებათ რომ მომცეთ მე პასუხი. ადამიანებმა უნდა გაიხსენონ ჩვენ მთელი პარტია, აი აქ წარმოდგენილი ხელმძღვანელი ბირთვი და გარეთ ყოფი კიდევ ასეულოდ 1000 ადამიანი, როგორ იბრძოდა იმისათვის, რომ ონკოდაავადებები დაფინანსებული იყო სახელმწიფოდან და 97 წელს ჩვენ ამას მივაღწიეთ, მე როგორ მივაღწიეთ უფასო საშუალო განათლებას, როგორ მივაღწიეთ საბავშვო ბაღების დატოვებას და კანონებას, როგორ მივაღწიეთ საავადმყოფოების და სკოლების არ გაყიდვას, როგორ მივაღწიეთ დენის ტარიფის განახევრებას 2002 წელს, როგორ მივაღწიეთ ძველი დავლენებების ჩამოწერას, რომლის შესრულება ეხლა დაიწყო სააკაშვილმა და ამაზე სასამართლოს გადაწყვეტილება კაიხანი. ადამიანები შეხედავენ იმას, როგორც არ გადავიხარეთ ჩვენ და არ გვიკოტრიალია არც შევარდნაძესთან, არც სააკაშვილთან, არც აბაშიძესთან. დადანაშაულება ერთია და ფაქტი მეორეა. არავისთან არ წავსულვართ გარიგებაზე, რომ რამენაირად მანდატები მიგვეღო პარლამენტში. შევსულიყავით იქ და მე დაგვეშალა პარტია გვეღალატა პრინციპებისთვის, შეგვექმნა კიდევ ახალი პარტია, ახალი სახელწოდებით. ეს არ მომხდარა, ჩვენ რაც ვართ, იგივე ვიყავით. ჩვენ თავი გვაწერული ხალხისთვის და რომ დავიბადოთ 100 ჯერ და 1000 ჯერ ღმერთმა ქნას, იგივეს გავაკეთებთ. პირველ რიგში ეს უნდა გაითვალისწინოს ხალხმა. განვლილი გზა საპრეზიდენტო არჩევნები კი, რა თქმა უნდა, კანდიდატურა არის ჩემი სახელოვანი პარტიისგან, ჩვენი სახელოვანი პარტიისგან წამოყენებული, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნები მაინც პიროვნული არჩევანია. პიროვნული არჩევანია. და მეორე, ჩვენ პირველ რიგში გავხსნით სამუშაო ადგილებს. გავხსნით სამუშაო ადგილებს იმ პოლიტიკით, რომ ინვესტორებს თავს არ დავესხმევით, არ დაუნგრევთ სახლებს, არ გამოასახლებთ ოფისებიდან, შევამცირებთ აი იმ გადასახადს, რაზეც მოგახსენებდით, დამატებული ღირებულების და ბრუნვის გადასახადს, რის გამოც ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები ინდონეზიაში და ჩინეთში კი აღარ გაიქცევიან, აქვე შუაგზაზე გაჩერდებიან. აი იმ წალკოჩში მართლა რასაც საქართველოს ქვია და რომლის დანგრევა და დაქცევა უნდა ამ ხელისუფლებას, აქ დააბანდებენ თავის ფინანსებს, აქ გახსნიან საწარმოებს, აქ იქნება სამუშაო ადგილები და შემდგომ დატრიალდება ის სახელმწიფო ბიუჯეტში ხალხის სასიკეთო და არა კორუმპირებული ბურჟუაზიის საბედნიერო. დიდი მადლობა. ზუსტად ჩაჯდა 2 წუთში. ძალიან საინტერესო იყო. კარგით, მე მინდა ერთი ასეთი რამ თქვა. ერთხელ ინტერვიუში განაცხადა ინგა რომ ღლისო შალვაო, რადგანო არ მემორჩილებოდა რეგლამენტს არ ღლის კი არა, ძნელი რესპონდენტია თქო. გეთახმებით, ძალიან ძნელი სამართალი რესპონდენტია. დამიტომ რა შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ თქვა აღიარებულია, რომ მე არ ვაცდი რაღაც საუბარს რესპონდენტებს, მაინც ძალიან ძნელია თქვენი დამორჩილება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. მით უმეტეს ორივე ხშირად ემოციურები ვარ და ეს ორი ცეცხლური ეჯახება. ემოცია კარგია, მით უმეტეს წინასაარჩევნოდ უხდება გადაცემას. 10 კითხვა, ასეთი რაღაც გვინდა შემოგთავაზოთ ანალიტიკურმა ჯგუფმა Prime Time-მა სპეციალურად დღევანდელი გადაცემისთვის, ვინაიდან ბრძანდებოდით თქვენ ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი, ჩაატარა გამოკითხვა თამნა გორთამაშვილი მოგვაწვდის ინფორმაციას აი ამ ჩატარებული გამოკითხვის შესახებ. თამნა, საღამო მშვიდობის, თუ შეგიძლია რომ ბატონმა შალვამ შენი საშუალებით გაიგოს რა არის ის 10 კითხვა მთავარი, რომელსაც მაყურებელი უსვავს შალვა ნათელაშვილს. მოგესალმებით ბატონ შალვა, ბატონბილ არჩევნებამდე 22 დღე გვაშორებს, თუმცა საზოგადოებაში რჩება ის კითხვები, რომლებზეც არგუმენტირებულ პასუხს ელოდებიან. Prime Time-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ჩვენ გავარკვიათ ის თუ რა აინტერესებს ამომრჩეველს თითოეული საპრეზიდენტო კანდიდატისგან, მათ შორის თქვენგან. მასში ასე დავიწყოთ 10 კითხვა საპრეზიდენტო კანდიდატ შალვა ნათელაშვილს. ერთად წაიკითხავთ თუ სათითო? ერთად ალბათ, ხო? კითხვა პირველი. რატომ ისმის თქვენს მიმართ მუდმივად ბრალდება ფარული გარიგებების შესახებ, ჯერ ედუარდ შევარდნაძესთან, ედუარდ სააკაშვილთან, სწორედ მიხეილ სააკაშვილთან. ენამ გიყივლათ. ზუსტია. სად იყავით 7 ნოემბრის შემდეგ? რატომ გამოხვედით საერთო სახალხო მოძრაობიდან? შეგეშინდათ დამარცხების, როგორც ამას ლევან გაჩეჩილაძე ამბობს, თუ ეს იმ გარიგების ნაწილია, რომელზეც საუბრობენ. სად იყავით ტელეიმედის დარბევის დროს? რას ნიშნავს რუსეთთან თბილი ურთიერთობა? შეძლებთ თუ არა კონკურენტის გამარჯვების აღიარებას? გაპრეზიდენტების შემთხვევაში როგორ ითანამშრომლებთ ოპოზიციასთან?
რეალურია თუ არა თქვენი დაპირებები? ხომ არ დაივიწყებთ წინასაარჩევნო ამომრჩევლისთვის მიცემულ სიტყვას? რა გზით აპირებთ ხალხისთვის ანაბრების დაბრუნებას? და ბოლო შეკითხვა, ვინ აფინანსებს ლეიბორისტულ პარტიას? ბატონო შალვა, მე მინდა გისურვოთ წარმატებები და გადმოგცეთ ეს 10 კითხვა, რომელზეც ამომრჩეველი ელოდება თქვენგან პასუხს. დიდი მადლობა თამნა, მარს ეს იყო 10 კითხვა, რომელიც დღევანდელი გადაცემისთვის. მოდით დავიწყოთ 2-2 წუთი, ეს იქნება თუ ბევრი არ არის, შესაძლებელია ბევრი იყოს. ან მე გავაკონტროლებ რამენაირად. რატომ ისმის თქვენს მიმართ მუდმივი ბრალდება ფარული გარიგებების შესახებ ჯერ შევარდნაძესთან და მიხეილ სააკაშვილთან. მე დავაკონკრეტებ აქ რა იგულისხმება და შემდეგ თქვენი პასუხი. როდესაც გამოქვეყნდა ის ცნობილი ჩანაწერები, უეცრად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ამ ჩანაწერების შემდეგ შალვა ნათელაშვილი ჯერ გაუჩინარდა, შემდეგ კი ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, რომ გამოვიდეს შალვა სარდაფიდან იყაროს კენჭი და შალვა ნათელაშვილმა იყარა კენჭი. ოპოზიციის ერთიანობის მოთხოვნილება ხალხში იყო დამეთანხმეთ. როდესაც გაირკვა, რომ ოპოზიციას არ ყავდა ერთიანი კანდიდატი, შესაძლებელია სწორედ ამან მოიტანა ეს ვერსია. ხომ არ გაურიგდა ნათელაშვილი სააკაშვილს? გისმენთ, 2 წუთი. ეს ფარული გარიგებების თემა ძალიან სკანდალური მომენტია ჟურნალისტების საქმიანობაში საერთოდ. რა თქმა უნდა, ჩემზე ვერ იტყოდნენ, რომ მე მაქვს ბიზნესი და ჩემს მეგობრებზე, რომ ჩვენ ჩაბმული ვართ კორუფციაში, რომ ჩვენ უღალატეთ სიტყვას, პროგრამას, დავიხიეთ ბრძოლაში უკან, დაუშვით ზნეობრივი, პოლიტიკური, მორალური, ეროვნული შეცდომები, დავფინანსდით სოროსებისგან, რუსეთის დაზვერვისგან, სხვა სადაზვერვო ცენტრებისგან, წავედით ბინძურ გარიგებებზე შევარდნაძეებთან, სააკაშვილებთან, სხვა პოლიტიკურ წრეებთან, დავიხიეთ ჩვენი სიტყვიდან თუნდაც ერთი ნაბიჯით უკან, ან ჩავიდინეთ რაიმე დასჯადი თუ არა დასჯადი უზნეო ქმედება, შესაბამის სიტუაციაში, როცა არაფერი სათქმელი არ არის და არანაირი ბრალდების საფუძველი არ არსებობს, აუცილებლად საჭიროა შეთქმულების თეორიები, რომლითაც მე მოგახსენოთ, რომ საქართველოში არავის არ იჯერა, გარდა ამ თეორიათა ავტორებისა და ამის ავტორები იყვნენ ჯერ შევარდნაძის გუნდი და შემდეგ სააკაშვილი, რომელიც ასევე შევარდნაძის გუნდში იყო და ამაზე სპეციალური პიარები მახსოვს იგივე ამ ჩვენი ტელეკომპანიის მეშვეობით ხშირად გვესმოდა განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის პერიოდს რა დამავიწყებს, როგორ მიდიოდა ჩემი და საერთოდ ჩემი წინაპრების და ოჯახის ლანძღვა გინება მესიჯებში, გამოსვლებში, რომ უღალატა, რო არ დაუდგა გვერდში მიხეილ სააკაშვილს, კახეთში ჩავედი, მეკითხებიან რატო არ დაუდექი იმ ბაღს გვერდითა, ქართლში ჩავედი, რატო არ დექი მიშას გვერდითა და სხვადასხვა დასავლეთში ჩავედი, იქაც ჩვენს გემრიელ კილოზე მეკითხებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ეს მიშა კი არ არის, ეს ბალღი კი არ არის, ეს ბავშვი კი არ არის, ეს არის იუდა, ეს არის ცხვრის ქურქში გახოვული მგელი, რომელიც ამ ქურქს მოიხსნის და შეგვჭობა ხახად აღრეჭილი მტაცებელი და დღეს ხალხი დარწმუნდა ამ ჭეშმარიტებაში, როცა ქიმიური ომი გამოგვიცხადა ყველაფერთან ერთად და ამჯერად მან ისევ მოისხა ცხვრის ქურქი, ისევ დაჯდა იმ პერსონალურ ვეტფრენზე, გვერდში მოიყენა სნაიპერები და იუდა ზღიმილით, სატანა ზღიმილით ხვდება მოსახლეობას, რათა 5 იანვრის შემდეგ ყველას ანგარიში გაგვისწოროს, მაგრამ მისი დრო დამთავრებულია, ისტორიის საათმა ჩამოკრა და ხალხი ამას არ დაუშვებს. ანუ ჩაეტია ბატონი შალვა ზუსტად 2 წუთში. ვიდრე მე შემდეგ შეკითხვას დაგისვათ, ქალბატონ ბელას მინდა დაუსვა კვლავ ასეთი შეკითხვა. მე წავიკითხე თქვენი ერთ-ერთი ინტერვიუ ქალბატონ ბელას, სადაც თქვენ ამბობდით, რომ ძალიან დაგწყდათ გული, როდესაც ერთიანმა ოპოზიციურმა საბჭომ არ დაასახელა პრეზიდენტობის საკუთარ კანდიდატად შალვა ნათელაშვილი. თქვენი მოსაზრება ძალიან უგავი პოლიტიკოსებთ მეუღლეს არა, მე აშკარად ვათხოვ, რომ ძალიან პოლიტიზირებული არის თქვენი მეუღლე. შეუძლებელია შალვა ნათელაშვილის ცოლი რომ არ იყოს პოლიტიკაში ესე ღრმად ჩართული. ქალბატონო ბელა, რა სიტყვით თქვენი აზრით უნდა დაესახელებინა თუ არა ერთიან საბჭოს ოპოზიციისა შალვა ნათელაშვილი და რატომ გონიათ რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო? მე მაინც მგონია რომ იმ პერიოდში, როდესაც ფაქტობრივად დევნა იყო გამოცხადებული მთელ ჩვენ ოჯახზე, რას ნიშნავს ეს დევნა იქნებ განგვიმარტოთ, ამაზეც წერდით თქვენ და რა დევნაზე საუბრობ? ეს ალბათ იყო ძალიან დიდი სირცხვილი, მინდა გითხრათ, როდესაც ჩემი არასრულწლოვანი ბავშვი და ჩემი ოჯახი აღმოჩნდა ასეთი მორალური ტერორის ქვეშ, როდესაც ბავშვები ტელევიზიით ხედავდნენ თურმე როგორი აგენტი ყავთ საკუთარი მამა და როდესაც იმედში შევიდა სპეცნაზი, ჩვენ მაშინ მივხვდით, რომ მოვიდა დრო, რომ ჩვენ
წავიდეთ სახლიდან, იმიტომ რომ მე არ მინდოდა რომ მე ყოფილიყავი მოწმე იმ შიშის, რაც შეიძლებოდა ბავშვებს განეცადა და მიეღოთ სულიერი ტრამვა. დარეჯან, თუ შეიძლება საერთოდ დაასრულებ, მე მინდა დარეჯანს დაუსვა შეკითხვა. შიშის განცდა გქონდა იმ დღეებში, თუნდაც იმ 7 ნოემბერს, თუნდაც მაშინ როცა ან უყურე მამის სატელეფონო საუბრები როცა გამოქვეყნდა. აი შენი დამოკიდებულება როგორც შვილის როგორი იყო? უყურე და არ შემშინებია, რადგან არ შემშინებიაო თქვენ უფრო მაგარია ეთყობა თქვენი შვილი. მე დამემსგავსნენ მე. კი. დიახ, გისმენთ. რადგან ვიცოდი რომ რაცაც მიხეილ სააკაშვილი აქვეყნებდა სატელევიზიაში, ეს ყველაფერი სიცრუე იყო, რადგან ამ ჩემ არასოდეს არ ყოფილა ვინმეს აგენტი და ის ყოველთვის სიმართლეს ამბობდა. დიდი მადლობა. ქალბატონო ბელა, დაასრულე და მე კვლავ ბატონ შალვას დაუსვავ შეკითხვას. რატომ ფიქრობდით, რომ თქვენი მეუღლე უნდა დაესახელებინა ოპოზიციას თავის ერთიან კანდიდატად? ხა ჩემი ფიქრები ზოგადად არ არის მნიშვნელოვანი. აქ მნიშვნელოვანი იყო უბრალოდ ის ფაქტი, რომ კაცი იყო დევნილი და ის არ იმყოფებოდა თბილისში, ის არ იმყოფებოდა ოპოზიციური გაერთიანების იმ სხდომაზე, სადაც ზოგადად კენჭი უნდა ეყარათ ესე ვთქვათ კანდიდატურისთვის და უბრალოდ მე მოველოდი, რომ ოპოზიცია, რომელიც 9 პარტიისგან შედგებოდა, დაასახლებდა უბრალოდ რომელიმე პარტიის თავმჯდომარეს, ან ზოგადად პარტიის წევრს და მეგონა ძალიან გამიკვირდა უბრალოდ აპოლიტიკური პიროვნება რო იქნა დასახელებული. ხო, ფიქრობთ რომ აპოლიტიკური, ამიტომ მე არ ველოდი ამას. დიდი მადლობა. ჩემი სურვილი იყო, რა თქმა უნდა, რომ რატომ გინდათ რომ გახდეთ პირველი ლედი? ჩემი სურვილები, როგორ გითხრათ, მე კი არ მინდა მე მგონი ქვეყანას ჭირდება ეროვნული ადამიანი, რომელიც დადებს საკმაოდ სერიოზულ სოციალურ ეროვნულ პროგრამას, რომელიც წინ დახვდება ჩემს ქვეყანას და ჩემს დიდი მადლობა. ბატონო შავა, მე მინდა ისევ გადავიდე შეკითხვაზე. ძალიან საინტერესოა, ხო, თქვენი მეუღლის. სად იყავით 7 ნოემბრის შემდეგ? სად იყავით 7 ნოემბრის შემდეგ? ესაც თუ საკითხავი გახდებოდა, მე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ინგა. არ ვიცი, ეს არის გამოკითხული. 7 ნოემბრის შემდეგ დილით განვიცადეთ პირველი დარბევა. ქიმიური იარაღის გამოყენება მასობრივად. მე ხალხთან ერთად გავიარე მთავრობის სახლიდან კოლმორნობის მოედნამდე და შემდეგ რიყემდე ეს გზა. რიყეზეც იგივე განვიცადეთ. დაბრუნდი პარტიის ოფისში, მითხრეს რომ ტელეკომპანია იმედია მოსული და აპირებენ ჩართვას პირდაპირ ეთერში. დაბლა მოიტანეს ჩასართავი აპარატურა, ვემზადებოდი უკვე ეთერში გამოსასვლელად, რა დროსაც სპეცნაზი თუ სპეცრაზმი შევარდა ტელეკომპანიის შენობაში და იმავდროულად შემოვიდა ჩემი დაცვის თანამშრომლები, რომლებიც სხვადასხვა პარტიული აქტივისტები და უიარაღო დაცვა, ასე რომ ვთქვათ, და განმიცხადეს, რომ ჩვენ ვარაუდობთ, ჩვენ შეგვატყობიეს და ჩვენ პატრიოტები ხელისუფლებაში ეგრე არ არის, ახლა იგივე ძალოვან სტრუქტურებში, რომ მოხდება ადგილზე ლიკვიდაცია დაკავების დროს, ხოლო გვამები დაიდება ცხინვალის გზაზე იმ ვერსიის გასამაგრებლად, რომ მე გავვრბოდი რუსეთში, როგორც რუსეთის აგენტი. მე რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან გულიანად გავიცინე, ვერ წარმოვიდგენდი ასეთ სიტუაციას, მაგრამ მე შემოვიდნენ პარტიის ხელმძღვანელები და გვითხრეს, რომ გთხოვ დატოვოთ ოფისი, რადგან ჩვენც შენს გამო ვერ მივდივართ. ამიტომ ნუ დაგვაყენებ რისკის ქვეშ. და დატოვეთ ოფისი. ნუ ფაქტურად გამიტანეს. გახსოვთო ლენინიო გადასახლებაშიო ბატონი შალვა წერდა, წავიკითხე მისი ერთ-ერთი ინტერვიუ. ლენინზე უარეს დღეში ვიყავი გადასახლებაში. ნუ ლენინი რაზლვის ტბაზე იყო. რა უცნაური შედარებებია თან იმ ფონზე იმ ჩანაწერებს რომ გიქვეყნებენ რაღაც. აი სიტუაციაში კი ჩანაწერები სულ მესმოდა, როგორ შევხვდი ოფიციალურად რუსეთის დიპლომატებს, ოფიციალურად როგორ დახვდა პროტოკოლი, როგორ მოვიდა მათი მანქანა დიპლომატიური პარტიის ოფისიდან დღისით მზისით, როგორ მივიდა ჩემი მანქანა რუსეთის საელჩოსთან 2 წლის წინანდელიდან, მეც რო აღარ მახსოვდა, როგორ დავემშვიდობე რუს დიპლომატს, რომელიც მიდიოდა, ეს ყველაფერი ჩაითვალა ჯაშუშობად, სახელმწიფო გაატრელებად, მაგრამ მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი ამას რა შედეგი მოყვებოდა. უბრალოდ წავედით სხვაგან, ოჯახი წავიდა, დიდი მადლობა კახეთში იმყოფებოდნენ პოლიტიკურ ემიგრაციაში ბავშვები და ბელა. მე ავაკითხე ჩემს სამშობლოს. აჰა. თაში. ბაზალეძე იყო, არა, ბაზალეძე არა, რომ თაში, თისკე წავედი. და ღამის 3 საათზე დაიწყო შტურმი. თქვენზე? პარტიის ოფისზე 300 კაცი, როგორც მეზობლები გადმოგცემენ და ოფისის დაცვა. 250 300 კაცი თბილისში აქ ბინაში და ამდენივე რაოდენობა ბაზალეძე მამაპაპის ფუძეზე. შემომტროული კაბინეტის კარი და საოცარი რა არის? შემოდიან აგენტის ბინაში და კაბინეტში. და არც ერთ ქაღალდს არ იღებენ, რომ აბა რა მივწერე მე.
იმ მტერ სახელმწიფოს, ან იქნებ იმ დღეს დიდი ფული მოვიდა, ხო უნდა დალუქო ეს დოკუმენტები. არ აინტერესებდათ არანაირი დოკუმენტი. ადგილზე ლიკვიდაცია იყო განსაზღვრული. მეორე დღეს ტელევიზიით უკვე ვიგებ იმას, რომ მე წავმიყენეს 20 წლიანი მუხლები, რომ წარმედგინა ბრალდება და მესამე დღეს იყო რომ სწორედ მივწერე ხელნაწერი, ეხლა იქ სად დავბეჭდავდი. ბატონ ტეფტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს სიტუაციის შესახებ უთხარი რომ არსად არ გავქცეულ ვარ, ცოცხალი ვარ და მიდის ტერორიზმი და დევნა და მოვითხოვ ამერიკის შეერთებული შტატებისგან პოლიტიკურ თავშესაფარს ან პოლიტიკურ დაცვას. ასევე პარტიის საერთაშორისო მდივანმა ქალბატონ ნესტან კირთაძემ პარტიის ხელმძღვანელებმა აცნობეს მდგომარეობა ნიქსონ ცენტრს ვაშინგტონში. ანუ ვაშინგტონიდან გეხმარათ პრობლემის მოგვარებაში. ბატონ საიმს, რის შემდეგაც სააკაშვილმა მიიღო ის დოზა, რაც უნდა მიეღო დასავლეთიდან და მე იყო რომ აკნავდა სატელევიზიო გამოსვლაში და ბრძანა რომ სარდაფიდან. არა, ასეთ ადამიანს ეხლა აქ ცოლშვილია და აქტივია და ამიტომ თავს ვიკავებ რადიკალიზმისაგან. და ბევრი მაყურებელი უამრავი. და დიდი ბევრი მაყურებელი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს კაცი აქამდე უნდა ციხეში იჯდეს ეხლა, მაგრამ ბოეკ დროც არ არის პრობლემა და აი ამის შემდეგ მოხდა და შევძელი რომ გამოსულიყავი და მეყარა კენჭი. მას შემდეგ რაც ვაშინგტონმა თქვა თავისი სიტყვა. რატომ გამოხოდით საერთო სახალხო მოძრაობიდან? რატომ გამოხოდით საერთო სახალხო მოძრაობიდან შეგეშინდა დამარცხების, როგორც ამას ლევან გაჩეჩილაძე ამბობს, თუ ეს იმ გარიგების ნაწილია, რომელზეც საუბრობენ. სწორედ ამაშია საქმე, მე მინდა პატივისცემა. რომ სააკაშვილმა უთხრაო თითქოს ნათელაშვილს კულუარებში ასეთი რამ არის ნათქვამი, რომ ეხა შენ კენჭი იყარე და სარდაფში რომ ვიჯექი გამოვიდა და ჩამჩურჩულა ყურში. აუცილებლად. მე მინდა პატივისცემა დავადასტურო მთელი ოპოზიციური ძალების პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ გარდა მიხეილ სააკაშვილისა, ისინი ჩემზე ღირსეულებია, ამაზე არ ვდაობ, მაგრამ მინდა განვაცხადო იმ განცვიფრების თაობაზე, რაც დამეუფლა საპრეზიდენტო საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით ოპოზიციურ ეროვნულ საბჭოში. ჯერ არ გამოსულ ვარ იატაკოშეთიდან, არ არის გარკვეული ვარ ცოცხალი თუ არა, არ არის გარკვეული 20 წელს მომიჯიან თუ 30-ს, თუმცა რო წარმოვიდგინე 20 წელი ხასიათი გამემფუჭდა და ვიფიქრე 70 წლის გამოვალ და ნუ რაღაცა გამოვდგები ახლა მე. მაგრამ მე გამახსენდა რომ რეიგანი 79 წლის აირჩიეს პრეზიდენტად და დამშვიდი ცოტა. კაცი ხო რაღაცას თვით დამშვიდებას ეწევა ყოველთვის. აი ისე რომ ჩემთან არ შეუთანხმებიათ არაფერი, ჩემს გამოსვლამდე, ჩემი საკითხის გადაწყვეტამდე, პატივცემულმა კოლეგებმა და მეგობრებმა მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, მე ამ გადაწყვეტილებას ვცემ პატივს. თუმცა მე მათ ადგილზე დავიცდიდი, სიტუაციას გავარკვევდი და შემდეგ გადავწყვიტავდი, მაგრამ იყო ფორს-მაჟორული ვითარება, მე ამით ხსნი ამას, იყო საგანგებო მდგომარეობა და ალბათ იჩქარეს. ეს არ არის პრობლემა. თავარია სააკაშვილმა არ მიიღოს ხმები და მოვიცილოთ აი ეს ტერორიზმი და ეს დიქტატურა ქვეყანაში და ეს ასე მოხდება 5 იანვარს. მე მაინტერესებს ერთი დეტალი. ტაშის შემდეგ ცვავ ამ შეკითხვას, ანაბრების დაბრუნება და კიდევ ერთი. როდესაც თქვენ საუბრობთ დენის და გაზის გადასახადის, კი ბატონო, ამაზეც მივყვებით, მაგრამ დენის და გაზის გადასახადის განახევრებაზე. დღეს გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ასევე ერთ-ერთმა ბატონმა ბადრი პატარკაშვილმა თითქოს მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, რომ დაახლოებით თქვენი მსგავსი შინაარსის განცხადებით აპირებს გამოსვლას, რომ 2 წლის განმავლობაში ასევე იგი გამოყოფს მილიარდზე იყო საუბარი თუ მილიარდებზე, რომ დაფაროს ყველა ეს გადასახადი. ანუ რას ნიშნავს ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი შალვა ნათელაშვილისთვის? ხომ არ კარგავს თქვენი სიტყვა ფასს ამ შემთხვევაში? თუ კი პატარკაციშვილიც იგივე განცხადებით თუ ამ წინადადებას გამოუჩნდა მხარდამჭერები და განსაკუთრებით ისეთი მსხვილი ბიზნესმენისგან, როგორიც ბატონი ბადრი გახლავთ, ეს ნიშნავს, რომ პროგრამამ დაიწყო მუშაობა. ჩემი მიზანია რომ ამ წინადადებას გამოუჩნდეს ბევრი მხარდამჭერი და რომელმა პრეზიდენტმაც უნდა იმან გააკეთოს ეს ოღონდ ხალხს ეშველოს და ოღონდ ხალხს უკანასკნელი ლუკმაპურის ფული არ წაართვან იმისათვის რომ დენს გაუთიშავენ, რომ გაზს გამოუთიშავენ, დატოვებენ სიცივეში და სიბნელეში, აი ეს საფრთხე მოიხსნას და ჩემი თავი ჯანდაბას. და ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არისო არარეალური, რომ ადამიანს თქვათ იგივე შალვა ნათელაშვილი ან სხვები შეპირდნენ აი ამ გადასახადის დაფარვას. ანუ ჩემს ნაცვლად გადაიხადოს ვიღაცამ, აი როგორც თქვენ ბრძანეთ ნებისმიერმა იმ ხელისუფლების ან სხვა ბიზნეს წრეების წარმომადგენელმა, ვინც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ. მე ვიმეორებ, რომ ეს
გადახდა იქნება საგადასახადო შეღავათების ფონზე და რასაც გადაიხდის ის ბიზნესმენი, შეიძლება იმაზე მეტი მოგება დარჩეს იმ საგადასახადო განაკვეთის დაწევის შედეგად. გასაგებია. რა გზით აპირებს შალვა ნათელაშვილი ხალხისთვის ანაბრების დაბრუნებას? ანაბრები ეს არის ძალიან სერიოზული თემა ქართული წინასაარჩევნო პოლიტიკისთვის. ყველა წეგან გიორგი გუგავამ შეახსენა ხელისუფლების წარმომადგენლებს, თქვენი გუნდიც რომ ამ დაპირებას იძლეოდა ანაბრების თაობაზეო. მითხარით კონკრეტულად, ასევე გადლებთ 2 წუთს, როგორ აპირებს შალვა ნათელაშვილი დააბრუნოს ანაბრები? ყველას ახსოვს ფართოდ გაცინებული მიხეილ სააკაშვილი პლაკატზე წარწერით დავებრუნოთ ანაბრები. ასე რომ ჩემი გუნდის წევრებმა სავსებით სამართლიანად შეახსენეს მისი გუნდის წევრებს აი ამ დაპირების შეუსრულებლობა და ძიმე შედეგები აქედან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს კანონპროექტი, რომლის პრეზენტაცია უკვე გაკეთდა, რომელსაც გადახედეს ექსპერტებმა და რომელიც არის შესრულებადი. იგი ითვალისწინებს ანაბრების გადაანგარიშება სამართლიან კურსზე და არა კუპონებზე, რამდენი დოლარიც იყო მაშინ მანეთი აიმდენი ლარის დაბრუნებას უკან და ამ დაბრუნების დაწყებას ყველაზე ასაკიანი ადამიანებიდან პირველ ეტაპზე ჩვენი ხელით ოჯახებში მიუტანთ მიანაბრებს, რომელთა ასაკია 80-დან 100 წლამდე. მე გავყვებით 70-დან 80-მდე, 60-დან 70-მდე, 50-დან 60-მდე და ქვევით და შემდგომ გადავალთ მათ მემკვიდრეებზე, რომლებმაც აი ეს წიგნაკები მიიღეს შემსალარუების და მეტი არაფერი არ მიუღიათ. მე არ დამოვიწყდება ჩემი დეიდა მუშაობდა დამლაგებლად ფასანაურის უნივერმაღში. რაღაც 80 მანეთი იყო მაშინ ხელფასი, თუმცა იმ ფულით შეიძლება ბევრ ამის ყიდვა, ვიდრე ახლანდელი 80 ლარი და იყო გაუთხოვარი უშვილო და მეუბნებოდა რომ შენი დასამარხი რო არ გავხდეო შვილო, აი ჩემი დასამარხი ფული 7000 მანეთი შეგროვილი მაქვს უკვე. როცა ის გარდაიცვალა, ეს 7000 მანეთი იყო 7 კუპონი უკვე. და ასეულობით 1000 ჩვენი წინაპარი, ჩვენი ბებია, დეიდა, მამიდა, პაპა, ბაბუა წავიდა აი ასეთი დაუბრუნებელი ანაბრებით იმ ქვეყანაში გაიყოლე ეს დარდი და ჩვენ ამ დარდს მათ არ დაუტოვებთ. ამ დარდს გავასწორებთ, ამ ანაბრებს ხალხს დაუბრუნებთ, ამის საშუალება არის. დიდი მადლობა, თუმცა ბატონო შალვა ეს რეალურია თქვენ რასაც ამბობთ? რა თქმა უნდა, რეალურია. ჩვენ დაანგარიშებული გვაქვს აი პირველ ეტაპზე 80-დან 100 წლამდე ადამიანებს რომ დაუბრუნოთ ანაბრები დაანგარიშებულია, უნდა 120 მილიონი ლარი. ის ვინც სახეზეა კიდე ღმერთმა კარგად ამყოფოთ, 120 მილიონი ლარი უნდა და იმ ფონზე, როდესაც აგერ ბატონმა გაგა მოგახსენათ, ხელისუფლება მარტო მივლინებებზე ერთ კვირაში ხარჯავს 13 მილიონს. დასაკეთებენ 13 მილიონი. დადიან, აგერ ეს ბატონები აქ რო ყავდათ, დაბრძანდებიან მთელ მსოფლიოს ვასკო და გამასავითა და კოლუმბივით უვლიან, თანაც მოგზაურობენ. ისინი ამბობენ, რომ ეს არასერიოზულიაო ხელისუფლება. რა არასერიოზულია, ამოვწიოთ ამათი ბილეთის ქვითრები, ასლები ავიაკომპანიებიდან და თქვენ ახავთ რომ მათი დიდი უმრავლესობა არ კადრულობს სპეციალურ ეკონომ კლასში დაჯდომას უკანა რიგებში, იღებენ ბიზნეს კლასს, რომელიც ღირს 10 ჯერ მეტი ვიდრე ეკონომ კლასი. თითქოს ის წინა ნაწილი უფრო ადრე ჩაფრინდება ვიდრე უკანა ნაწილი. კარგი. აი ამ ფსიქოლოგიის თავრობა ყავს სააკაშვილის მეთაურობით, რომელმაც ასევე იყიდა 50 მილიონ დოლარად ღირებული თვითმფრინავი ჩელენჯერი ჩვენი ბიუჯეტიდან, ჩვენი ანაბრებიდან. ეს იმ დროს, როდესაც მეგობრებო მიაქციეთ ყურადღება, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბატონი გორდონ ბრაუნი დადის ვიზიტებში ჩვეულებრივი სარიესო თვითმფრინავით. ერთი კითხვა კიდევ და შემდეგ მე გადავალ უკვე დარბაზთან. დათო ტყეშელაშვილის კითხე და თქვენ რაღაცაზე რაზეც გსურთ გაცემა პასუხის ბოლოს ერთად გაგვეცით. დათო ტყეშელაშვილის კითხე წეღან ჯანდაცვის მინისტრს, რომ აი რა შეკითხვას დამიტოვებთ თქო შალვა ნათელაშვილთან გადასასვლელად, მან თქვა რომ აი როდესაც არის დაპირება, ყველაფერი უფასო რა არის ეს? ახლა მე არ მინდა ბატონ დავითთან შევიდე პოლემიკაში, მე პოლემიკაში შევალ მის უფროსთან, ბატონ მიხეილ სააკაშვილთან, როცა აი აქ მობრძანდება და აი აქ დადგება, ანაკ დადგება. გვაქვს იმედი, რომ იგი მოვა გადაცემაში და უფასო ხალხისთვის, მაგრამ ფასიანი ბიუჯეტისთვის და ეს ბიუჯეტი დგება სწორედ ჩვენგან წართმეული ფულებით, ჩვენგან აკრეფილი გადასახადებით, ის არის ჩვენი ფული და ამიტომ იმ ბიუჯეტმა, იმ მსხვილმა ბიზნესმა, ვინც წაგვართვა ეროვნული სიმდიდრე, უნდა კეთილი ინებოს და დაფაროს ეს გადასახადები. ჩვენთვის უფასო, მათთვის ფასიანი. დიდი მადლობა, ბექა. თუ შეიძლება ბექა ნათელაშვილს მინდა დაუსვა ესეთ შეკითხვა. როცა მამა ესე ემოციურად გამოდის ხოლმე ტელევიზორში, ამ დროს შენ ნერვიულობ ხოლმე თუ აი როგორ უყურებ ტელევიზორში, ეხა აქ რო არიჯდე და უსმენდე მამას. ან ეხლა ზიხარ პირდაპირ, აი როგორია შენი დამოკიდებულება, ემოციები? ეს კითხვა ცოტათი მეორეჯერ მოგივიდათ, ადრესს შემეკითხეთ. მართლა?
აი როგორ ახსოვთ თქვენი ნამდვილი ნათელაშვილია, მე შემილია ეხა გულწრფელად დავსვა. ადრე მე მყავდა ბექა ერთ-ერთ გადაცემაში ტელეკომპანია იმედში და ალბათ იქ დავსვი ეს შეკითხვა. ისე თქვენი ფანია, ბექა თქვენი ფანია, ვიცით. ძალიან დიდი მადლობა. ბექას ქალბატონმა ლეონმა წეღა შემახსენა, ასევე ერთი დღეს მე თუ კიდევ დიდი ხანი გავაგრძელე ეს გადაცემა, შეიძლება ისეთი რაღაცები გამახსენონ, რაც მართლა აღარ მახსოვდა. ბექა ნუ ახლა სახში როცა ვარ და ტელევიზორით უყურებ, მაშინ არ ვნერვიულობ ესე ძალიან, ახლა უფრო ვნერვიულობ. რატო? რა ვიცი, ეს ბუნებრივია. როდესაც მამას პირდაპირ ხედავ და რა ვიცი. შეშველება გინდება ხოლმე, მიშა. აი როცა მასზე ამბობენ ცუც, აი რაღაცა წეღან დარეჯანსაც ვკითხე, აი ისმენ ტელევიზორში, რაღაც ჩანაწერები გამოქვეყნდა, რაღაც აკრიტიკებენ, იძახიან, რომ არის აგენტი, ვთქვათ, ცუდი რაღაც შეფასებები არის. გადატრიალების მომწყობი და გადატრიალების მომწყობი და ასე შემდეგ. აი ამ დროს რას ფიქრობ ხოლმე შენი? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სისულელია, სააკაშვილმა მოიფიქრა და სულ გამი პოლიტიკოსებს სოლიშვილი ინგარა. ლეიბორისტული ოჯახი აქვს შალვა ნათელაშვილის ჭეშმარიტად. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. შალვა ნათელაშვილის მეგობრები იმყოფებიან თუ არა ამ დარბაზში ისეთი ადამიანები, ვისაც შეუძლიათ გითხრან რაიმე საინტერესო ისტორია, ისეთი მეგობრული, არაპოლიტიკური, არაპარტიული ლეიბორისტების ლიდერის შესახებ. მაგისტანებს ბევრს მოგიყვებიან. კი ბატონო, ერთი ძალიან საინტერესო ისტორია, არავის არ გაქვს სურვილი. ქალბატონო ბელა, მაშინ თქვენ მოგვიყევით რაიმე ისტორია, რომელიც თქვენ ყოველთვის გემახსოვრებათ, როდესაც აი დაგისვავენ კითხვას, რომ გაიხსენეთ რამე შალვასთან დაკავშირებით, თქვენი ისტორია და შემდეგ ბოლო ორ შეკითხვას დაუსვამ მე დღევანდელი გადაცემის სტუმარს. 15 წლის განმავლობაში ბევრი რამის გახსენება შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ზაფხულს ამსტერდამში ვიყავით. და ძლივს წავიყვანე მაღაზიაში, ბოლო დღე იყო და მინდოდა რამე შეეძინა, როგორ წესი, ამას თბილისში არ აკეთებს და ვიფიქრე თავის გემოვნებით რამე შეარჩევს მეთქი და ესე იგი დავიყოლიე რომ საყიდლებზე გამომყოლოდა, მაგრამ მითხრა გეხვეწები, შენ შედი, მე გარეთ დაგელოდებიო. რომ გამოვედი, სად არის? ვეძებ და აღარ არის და ახლა მეთქის ესე იგი და შორი ახლოს უფრო სწორედ მესმის ვიღაცის საპროტესტო აქცია ეწყობა და დიდი ტრანსპარანტები ამსტერდამის საპროტესტო აქციაში ვიფიქრე, აქაც თუ ლეიბორისტები არიან, იმიტომ რომ ეხლა სტრასბურგში ვიყავი, ქვეყანა იქცეოდა. ზოგადად ათენშიც ქვეყანა იქცევა, იქ გერმანიაში ხალხი უკვე ჯანყია და ბუნტია და მეთქი ახლა ამსტერდამშიც თუ ქართველები ჩხუბობენ და გავიხედე, ამსტერდამის მოსახლეობა რაღაცას აპროტესტებდა და სხვათა შორის ჰოლანდიის ლეიბორისტული პარტიის მიტინგი იყო იქ. მიტინგი იყო და გავიხედე, ნათელაშვილი რა ლეიბორისტი იქნებოდა, იქ რო არ აღმომეჩინა, მივედი სახე გაბადრული, ესე იგი დგას საკმაოდ ამაყი, რომ ხარში უდგას ჰოლანდიელ ღარიბებს, ანუ ჰოლანდიის მოსახლეობას. ძალიან საინტერესო, აი ასეთი არის ლეიბორისტების ლიდერი და მე მინდა ბოლოს შეკითხვა ამ 10 კითხვიდან, ბატონო შალვა. გაპრეზიდენტების შემთხვევაში როგორ ითანამშრომლებთო თქვენს ოპონენტებთან, ეს არის საინტერესო, მიპასუხეთ და სულ ბოლოს შემდეგ. იგივე მიხეილ სააკაშვილთან, იგივე დღევანდელი ხელისუფლების გუნდთან, აი იმ სახელებთან და გვარებთან, ვინც ჩამოთვალა. მე მინდა მთელი პასუხისმგებლობით მოგახსენოთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რეპრესიების დაწყებას, სახელმწიფო აპარატის გაწმენდას, ხალხის უმუშევრად დატოვებას, ოჯახების გამწარებას, შეიცვლება ხელისუფლების ზედა ეშელონში 20-25 კაცი, რომლებმაც დაუპეს ქვეყანა, წაიღეს ჩვენი სიმდიდრე და მე მათთან არ ვაპირებ არანაირ ოპონირებას, მათთან ოპონირება გააკეთოს კანონმა თავისუფალი სასამართლოს მეშვეობით, რომელიც არ დაემორჩილება არც ჩემს გადაწყვეტილებას, არც სხვა არავის მითითებებს კანონის, მორალის და ზნეობის გარდა. ძალიან დიდი მადლობა და სულ ბოლოს შეკითხვა. იმ შემთხვევაში, თუ კი 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გამარჯვებული აღმოჩნდება მიხეილ სააკაშვილი, აღიარებს თუ არა ლეიბორისტების ლიდერი მის გამარჯვებას? დღევანდელი მონაცემებით მიხეილ სააკაშვილის გამარჯვება ისევე წარმოუდგენელია 5 იანვარს, როგორც შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ჩემი გაფრენა ამ წუთში ანდრომედას გალაქტიკაში. და მაინც
ამდენად რა თქმა უნდა ჩვენ არც ერთ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტებას აი იმ მდგომარეობით, როდესაც თლიანად დაკარგა მხარდამჭერი და თქვენ მხარდამჭერები ნუ გონიათ ავტობუსები და ძალით მიყვანილი საბიუჯეტო მუშაკები, სკოლებიდან გამოყვანილი, აციებული, მისგან დამშებული ბავშვები, რომლებსაც უკავიათ 5 ნომერი და იქნებენ ხელს როგორმე გახურდნენ ამ სიცივეში, ნუ გონიათ ესენი მხარდამჭერები, ნუ გონიათ ეს მისი რეიტინგი, მე მას ვაფრთხილებ, რომ თავი დაანებოს გაყალბებაზე ფიქს, იფიქროს პირველ რიგში ჩემთან დებატებზე და როცა წააგებს ჩემთან დებატებზე და აუცილებლად წააგებს კიდევ BCG ეს არის მიხეილ სააკაშვილის, ლევან გაჩეჩილაძის, ბადრი პატარკაშვილის, გამყეძის, ნათელაშვილის, მაისაშვილის და სხვათა რეიტინგები. ამ რეიტინგებით 36 და 7%-ია სააკაშვილის, 9 და 7 პრეზიდენტობის კანდიდატების რეიტინგი. მე აი უყურე დაუწერიათ 64% და 1. ეს არის მეგობრებო ის BCG, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ CSKO-ს თავმჯდომარის ბატონ თარხნიშვილის უმშვენიერესი ქალბატონი მეუღლე, როგორც ჩანს. არა, თანამშრომელი. არა, ეს მათი დაფუძნებულია, გრანტებს იღებენ ისინი და გამოდის რა, მეუღლე აკეთებს, სოლი აკეთებს ხალხ სოციოლოგიურ გამოკვლევას, რომ მოსახლეობის ყური მიაჩვიოს, რომ სააკაშვილს აქვს 64% და ქმარი ამზადებს არჩევნების გაყალბებას იმისათვის, რომ ეს 64% 5 იანვარს გააფორმოს, როგორც დამდგარი შედეგი, რის გამოც ისინი მიიღებენ იმას, რისიც ძალიან ეშინიათ. და დღეს შეიძლება ეს რეიტინგი და აღიარებ თუ არა 5 იანვარს თუ კი პრეზიდენტად კვლავ სააკაშვილს დაასახელებენ ამ შედეგით. თუ იქნება გაყალბება, თუ იქნება ესეთი ყალბი რეიტინგები, თუ იქნება ძალადობა, მოსახლეობის მოსყიდვა, ყუთებში ბიულეტინების გამოცვლა, გარდაცვლილი ადამიანების ბიულეტინთან ჩაყრა ყუთებში, უცხოეთში გაქცეული მილიონზე მეტი ადამიანის საარჩევნო ხმის გამოყენება, თუ ეს იქნება, რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში ამას არ ვაღიარებთ არა მარტო ჩვენ, არამედ ქართველი ხალხი და არც უცხოეთი, არც ამერიკა, არც ევროპა. დღეს იყო ჩვენთან სტუმრად ევროსაბჭოს ელჩი ბატონი გაორი. ბატონი ნესტანი, ბატონი გაგა, ბატონი სოსო ესწრებოდნენ ყველა და იქ ჩვენ გამოთქვით გაოცება, რომ 1,200,000 ამომრჩეველი დაემატა იმას, რაც იყო 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ჩაითვალა დემოკრატიის მიღწევად აღმოსავლეთ ევროპაში. და ბოლოს მკითხა მკაცმო, რომ ვერ გავიგეთო, რამდენი ამომრჩეველი ხართო ბოლოს და ბოლოსო. მე ვუთხარი, კაცობრიობას ორი რამ აქვს საპრობლემო და გადაუწყვეტელი. პირველი არსებობს თუ არა ცივილიზაციები კოსმოსში და მეორე რამდენი ამომრჩეველია საქართველოში. კარგით. გაეცინა ამაზე, წარედ რა თქმა უნდა და ჩვენ ვარწმუნოთ მიხეილ სააკაშვილს, რომ 5 იანვარს დაუნტკიცებთ რამდენი ამომრჩეველია საქართველოში. ყველა ამომრჩეველი მოვა და რუსთაველზე დადგება თუ ის გააყალბებს არჩევნებს და მე ნახოს. კარგით. თუ ის გააყალბებს არჩევნებს, ანუ თუ თქვენ მოახერხებთ, მე ეს შეკითხვა დაგისვით, იმიტომ რომ ხელისუფლება აი ბოლო დღეებში სულ აკეთებს ამ განცხადებას, რომ მათიას იორშის განცხადებაც მოყავთ ხომი ამის დასადასტურებლად, რომ აი ოპოზიცია უფრო 6 იანვრისთვის ემზადება ვიდრე 5-ისთვისო. არა, ეს ისე უბრალოდ ხელისუფლების არგუმენტი შეგახსენეთ და ანუ აღიარებდა თუ არა შალვა ნათელაშვილი თუ კი სააკაშვილი გაიმარჯვებდა. მე მაინტერესებდა მელას რაც ეზიზმრებოდაო, ის ელანდებოდაო, თუ რასაც ფიქრობდა, ის ელანდებოდაო. სააკაშვილი ვარდების რევოლუციის წინ ფიქრობდა არა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე, რაზეც უნდა ეფიქრა, არამედ ფიქრობდა, როგორ გამოეყვანა ხალხი, როგორ მოესყიდა სოროსის ფულებით ადამიანები, როგორ მოეწყო ის რევოლუცია წოდებული სახელმწიფო გადატრიალება და როგორ არ დაეშვა ლეიბორისტული პარტიის მოსვლა ხელისუფლებაში და შალვა ნათელაშვილის გაპრეზიდენტება. აი ამაზე ფიქრობდა, ეს მთელი რევოლუცია ჩვენს გამოა მომხდარი, რომ ჩვენ არ მოსულიყავით და ამდენად ეს უკვე ჩავლილი ამბავია. მაგრამ 5 იანვარს ჩვენ პირადად შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტია, მე მგონი არც სხვა ოპოზიცია არ ფიქრობს მიტინგებზე. ჩვენ არ გვინდა ამ სიცივეში ხალხი გამოიყვანოთ და სააკაშვილისგან გაყინული ადამიანები კიდევ უფრო გავყინოთ. მაგრამ დამერწმუნეთ, თუ მან გააყალბა არჩევნები, ჩვენ ხალხს თვითონ ვერ გავაჩერებთ. რომ სულთქრად არ გამოხვიდეთ, ხალხი მაინც გამოვა, დადგება და მას ვერანაირი ქიმიური იარაღით, ვერანაირი სპეცნაზი ვერ გააჩერებს. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო შალვა ნათელაშვილის საკუთარი დაპირებებით. მე აქ რაღაც პატარა მონახაზი გავაკეთე, გადავწყვიტეთ, რომ ვალდებულები და პასუხისმგებლობებით, სხვათ შორის ეს ხო საინტერესო სიტყვებია. კარგით, მე გპირდებით დაახლოებით აი ასეთი რაღაც სათაური მივეცით, აი ამას გავუკეთებთ ყველა კანდიდატს, როდესაც ბატონი შალვა საუბრობდა, მე ჩამოვწერე რაღაც ერთგვარი ფრაზები თქვენი. ნომერი პირველი, დაუბრუნებთ ხალხს ქონებას. მე ვფიცავ.
მეორე, გავანახევრებ დენის და გაზის გადასახადს, ოლიგარქებს დავაფარინებთ. ნომერი მესამე, გადავჭრი უმუშევრობის პრობლემას. ნომერი მეოთხე, დაგიბრუნებთ ანაბრებს. ნომერი მეხუთე, მე არ ვაპირებ რეპრესიებს გამარჯვების შემთხვევაში. ბატონო შალვა, ეხა მე თქვენ აქ მოგაწერილებთ. თუ კი გახდებით პრეზიდენტი, შემდეგ შეგახსენებთ თქვენს დანაპირებს 4 წლის შემდეგ, ან შესაძლებელია ვადამდელი არჩევნებიც იყოს, არ ვიცი, მოაწერეთ. სხვადასხვა ზინგა, მე როგორც კი დავინახავ, რომ 10000 კაცი მოადგა თავრობის სასახლეს და მე იმ ადამიანებს ვერ უწყვეტავ პრობლემას, ჩამოვალ, გადავდგები და დავდგები იმ ხალხთან მიტინგზე და ავირჩევთ ახალ პრეზიდენტს ყოველგვარი აურზაურის გარეშე. ნახოთ, ყველაფერი არის წინ. ეს არის შალვა ნათელაშვილი, აქ გვაქვს ესეთი რაღაც გადაწყვეტილება მიღებული, რომ აი აქ გავაკრათ ყველა კანდიდატის ერთგვარი წინა საარჩევნო დაპირება. ეწერა, რომ არჩევნებამდე დარჩა 23 დღე, უკვე დარჩა 22 დღე, იმიტომ რომ ღამის პირველის ნახევარია. ეს იყო შალვა ნათელაშვილი საკუთარი დაპირებებით. მე გპირდებით საარჩევნო ნომერი 4, შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტების ლიდერი. მე გადაგიხდით ყველას ძალიან დიდ მადლობას იმისთვის, რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში. ეს იყო პრაიმ ტაიმი, თქვენი საუკეთესო დრო წინა საარჩევნოდ იმისათვის, რომ ერთად მოусმინოთ, ერთად გავაანალიზოთ და ერთად გადავწყვიტოთ, ვის უნდა ვანდოთ ჩვენი ქვეყნის ბედი. ნახვამდის ორშაბათამდე გემშვიდობებით. მადლობა.